Flash საკმაოდ საინტერესო და მიზიდველი ტექნოლოგია. აქ წარმოადგენს ერთ-ერთ Flash Maker-ს, რომელიც აკეთებს Flash ანიმაციებს. ამ შემთხვევაში გავაკეთეთ სურათები. არქივის გადმოწერისას გვაქვს საინტერესო პაკეტი და მისი CDK, ანუ კოდი, რომლის საშუალებითაც მოახდენთ მის ლიცენზიის შეძენას. ინსტალაციის პროცესი დასრულდა, ჩვენი იკონი გამოგვიგდო ეკრანზე. გავხსნა და ვნახოთ რა ხდება მის შიგნით. ესეც უკვე შექმნის პროცესი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამორთოთ და ზოგადად მის ინტერფეისს გავესწრებთ. ინტერფეისი მაინც დამატებული არ აქვს, ის უბრალოდ აკეთებს შეგვიძლია სურათებით, მაგალითად შევქმნათ თქვენ ვიდეო კოლაჟი, პატარა ანიმაციები და შემდეგ ნახოთ რა თქმა უნდა. აქ აქვს ესეთი გადასვლის ეფექტები, საკმაოდ რაოდენობა, როგორც ხედავთ და მარჯვენა მხარეს გვიჩვენებს მათ პრინციპს. სურათის ატვირთვა შესაძლებელია ედის საშუალებით, აქედან ხდება დამატება, ანუ ავიღოთ სურათები და ავამატოთ. მეორე სურათის დამატების შემთხვევაში შუაში გასწდება ლინკი. რა თქმა უნდა, თუ როგორ უნდა იყოს ანიმაცია, ნუ მას ჩავსვათ და ანიმაცია მიიღებს ესეთ სახეს, ნუ გადასვლისას, რა თქმა უნდა, დამახსოვრების დროს იქნება ესეთ ტიპის ანიმაცია. აქ შესაძლებელია ასევე ვნახოთ მისი უკვე რედაქტირება გავუკეთოთ თვითონ სურათს, დავამატოთ მაგათად ემატება ტექსტური ეფექტები შესაძლებელია. შესაძლებელია მივამაგროთ მას ლინკი Google-ის საშუალებით, აქ ხედავთ რომ ნებისმიერ საიტს ჩავწერთ, რომელიც ჩვენ გვინდა. ტექსტუალური გაფორმება აქედან ხდება. ანუ ტექსტის საშუალებით, როგორც თვითონ ტექსტი გვეუბნება ორჯერ კლიკით, მასზე შესაძლებელია მისი რედაქტირება, რომ სხვა რამე დავწეროთ, ასევე სურათების დამატება, აქ აქვს რამოდენიმე სურათი. ნუ ორჯერ დავაკლიკავთ მასზე, უკვე შეგვიძლია ჩვენი სასურველი ინფორმაცია ჩავწეროთ წარმოდგენილ ტექსტში. ჩვეულებრივ უკვე არ აქვს დავხურავთ და უკვე ინფორმაცია მიღებულია, ანუ მას დაიმახსოვრებს ისე, როგორც ჩვენ მივუთითეთ. გვაქვს თემები, რომელიც შეგვიძლია დავაწყოთ ეს წარმოდგენილი საიტშევ. შეგვიძლია ისე გამათავსოთ როგორც საიტზე, ისე პირად კომპიუტერში და შემდეგ მოვახდინოთ მისი დათვალიერება. ჩვეულებრივ რეჟიმში გადასვლისას უკვე თემების უფრო მეტი რაოდენობა, ისინი გამოიყენება ასევე სურათების დასათვალიერებლად და საინტერესო ფოტოკოლაჟების შესაქმნელად. პროდუქტს სჭირდება რეგისტრაცია, თქმა უნდა, შემთხვევაში ის რეგისტრირებულია ახლა. მაგრამ რასაც ჩართავთ, შევხვდით ასეთ ამ განყოფილებაში, ვაჭიროთ case და აქ ჩავწერთ ჩვენი სახელი, ეს სახელზე გსურთ რომ რეგისტრაცია გაიაროს, ნუ თქვენ დაწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა. და შემდეგ ვაწვევი კოდის მოცემა, კოდი რა მივიღო, ვაკოპიერებ აღნიშნულ კოდს ქვევით, სახელს კი ჩვეულებრივ name-ის ადგილას, ანუ სახელის ადგილას ვაწვევი OK-ს და უკვე ლიცენზია ხდება. პროგრამა ხდება ლიცენზირებული და შეგვიძლია ვიმუშაოთ მასთან. ახალი თემის შესაქმნელად, მაგალითად ავიღოთ ახალი თემა და შევქმნათ რაიმე მასალა, ნუ ავიღოთ მაგალითად ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ საოჯახო ალბომი. ეს რაღაც სურათები ავირჩიოთ, ყველა სურათი. და ვაწვევი next, ანუ გაგზელებ აქ ვირჩევ საოჯახო ალბომის დიზაინს, თუ როგორ დიზაინში კონდეს მას. მაგალითად ავიღოთ ეს და ჩვეულებრივ შევაწვევი შექმნას. აქ არის ის დირექტორია, სადაც ხდება მასის შენახვა და რა თქმა უნდა მისი სახელი. ვაწვევი შენახვა და იწყება თვითონ კონვერტირების პროცესი. აქ შეგვიძლია პირდაპირ გავხსნათ ფოლდერი, სადაც არის აღნიშნული. ნუ აქ მე ახლა ესეთ პლეიერი არ მაქვს, რომელიც აღნიშნულ ეს ამ ფაილს ამიკითხავს, ამიტომ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით მოახდენთ მას საკითხავს. ნუ შეიძლება არ აქვს, შეიძლება კომპილერი, იგივე კომპილერი მას წაიკითხავს ჩვეულებრივად. ნუ ფლეშია და ის წაიკითხავს, რომელიც ის ფლეშზე მუშაობს. აი ესეთ ოჯახური ალბომი ვიღეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი სურათები იქნება, რასაც ჩვენ ჩავყრით იქ. შეგვიძლია უბრალოდ დავდგეთ და დავათვალიეროთ, პატარა პროგრამა შეიქმნება, სადაც ეს ყველა სურათები იქნება თავმოყრილი და უბრალოდ დავათვალიერებთ, ან შეგვიძლია რაიმე ვიდეო რგოლი დავამზადოთ ამით და ასე შემდეგ. აქ ანიმაციებში ეს გადასვლები აქედან ხსოვდება, ანუ შეგვიძლია აქ რასაც ჩავსვამთ, ისე გადავა ანიმაციები, ნუ თუ რა თქმა უნდა ჩვეულებრივ რედაქტირებულები არ მოგწონს. ასევე როგორც უკვე აღნიშნე, ამით ხდება უკვე საიტზე მონტაჟის შემთხვევაში, შესაძლებელია კოდის გვაძლევს და იგივენაირად მახსოვდება, აქაც აქვს, რა თქმა უნდა, მეორე პრინციპი უკვე შენახვის, აქაც აქვს სხვადასხვა
დიზაინი, შეგვიძლია იგივე შევქმნათ ბანერი საიტისთვის, რომელსაც საიტზე განვათავსებთ ამ სარეკლამო ბანერი. და თქმა უნდა, ნებისმიერ სურათის უკან არის შეგვიძლია რომ დაიმალოს ლინკი მასზე ორჯერ კლიკით გამოჩნდება გადავალთ აღნიშნულ საიტზე, რომელსაც ჩვენ მიუთითებთ. ეს სარეკლამო მასალის შემთხვევაში. რაც შეეხება თვითონ თემის შესვლას, აქ შეგვიძლია ავირჩიოთ თემა, რომელიც ჩვენს გვინდა. ასევე შესაძლებელია მუსიკის არჩევა, თქმა უნდა. თუ მუსიკალური ეფექტი გვინდა რომ დაიდოს სხვა თემა და ვაწვევი ისევ თავიდან შექმნას, ანუ გადავდივარ შექმნაზე publish-ზე. შევქმნა თავიდან, ახლა ამ შემთხვევაში გადააწერა ესე უნდა, იმიტომ რომ ეს ფაილი მას ჰქონდა. ნახოთ რა გამოვიდა, იქ მუსიკები დავამატეთ, დიზაინი შევცვალეთ და ასე შემდეგ. ისევ Explorer-ით ხდება. ამოვიდა ესეთი რამ, ეს არის ანიმაცია, ხომ და ამის გაგზავნა შეგიძლია ჩვენ სურათების კრებულია. აქ საკმაოდ საინტერესო პროგრამაა. ასევე შეგიძლია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ თავის საქმეში. ამ შემთხვევაში რაც აქვს, ნამდვილად კარგი ასევე აქვს CD-ზე ჩაწერა და შეუძლია ურ რეჟიმში ატვირთოს თუ თქვენს მიერ მითითებულ საიტზე პირდაპირ დამზადებული ფლეში.